ბრიტანეთს სწორედ ვერ შევხვდი ამჟამად, მაგრამ ვაპირებ უნდა ვიყო მიწვეული ბრიტანეთის პარლამენტის მიერ და ვაპირებ მაშინ მქონდეს მათთან შეხვედრები სამწუხაროდ ეხლა ვერ ისეთი საგიჟეთი იყო რომ ბევრი რამე ვერ ჩატარდა ისე როგორც სხვა პირობებში მე ადრეც ვარ ბევრჯერ ნამყოფი მიუნხენში და ბევრად უფრო მშვიდი პირობები იყო ვიდრე ამჯერად მაგრამ კი როგორ არ იყო სანქციებზე საუბარი ძირითადად მეკითხებოდნენ თუ რამდენად არის ეფექტიანი და ჩემი გადასახედიდან და ამას ეს მიუტანე როგორც მე ჩემთან მოვიდა უკვე რამოდენიმე გზავნილები ბიზნეს წრეებიდან რომელსაც ვთვლით რომ არიან ის პირველი ვთქვათ წრე ივანიშვილის პირველი საყრდენი და ჩვენ არა ვართ ის რაც გონიათ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩემთან თუ მოვიდა ეს არის იმისთვის რომ იქ იყოს ნათქვამი და ძალიან საინტერესო არის, იმიტომ სწორედ იმას ნიშნავს რომ სანქციები მუშაობს თუნდაც როცა არ არის დაწესებული ჯერ სანქციები. ეს არის ყველა მთელი და ყველას ძალიან კარგად ესმის და პირველ რიგში ვინც არის სწორედ ამ ბიზნესში ჩართული თუ რამდენი არის დასაკარგი ამ სანქციებით, ასე რომ ეს წნეხი მოქმედებს, მეორე არის იზოლაცია პოლიტიკური, რომელიც ასევე ვხედავთ თუ როგორ უხერხულად არიან ამ მდგომარეობაში, როცა არც არავინ ესაუბრება, არც არავინ ჩამოდის ოფიციალურ ვიზიტით და არც არავინ ეპატიჟება. ეს ყველაფერი არის ნაწილი იმ წნეხის და მესამე და ყველაზე ძლიერი არის ხადი არის ქუჩაში რაც ხდება და ეს უწყვეტი პროტესტი რომელიც არც ვერც აშინებენ, ვერც აჩერებენ და უკვე აღარ იციან როგორ უნდა მოერგონ ამას. ამიტომ მე ვიტყოდი ერთ რამეს რომ არ გამოვრიცხავ რომ სწორედ ქართულმა ოცნებამ ჩიხში შესული და ეს არის სრული ჩიხი გადაწყვიტოს რომ სადოს არჩევნები და ბევრ რამეს ამზადებს. იგივე ეს მთელი ინტიმიდაციის და რეპრესიული ზომები რაც არის მიღებული, იმისთვისაც არის რომ ეს საზოგადოება წნეხის ქვეშ მოახდინოს და უფრო კონტროლი აიღოს მასზე. ასევე რაღაც კანონში ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შეტანილი, ვითომც არაფერი რომ არ ვამჩნევთ, იმიტომ ამ დროს მოღალატეობის ის შეაქვთ და რაღაცები და სხვა რამეზე გვაქვს გადატანილი ყურადღება, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისთვის და ასევე იმისთვის, რომ შეიძლება თვითონ დანიშნონ არჩევნები და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ამაზე მუშაობთ სწორედ ყველა არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან, იურისტებთანაც და ყველასთან, იმიტომ რომ აქ არის დასაწესებელი ის პირობები, რის გარეშეც ხალხიც არ წამოვა, თუ არ დაუბრუნეთ ნდობა არჩევნებს, ასევე უცხოელებთან ამ ტექნოლოგიებზე.